მშვიდობისა ძვირფასო მეგობრებო. საღამო მშვიდობისა ქალბატონებო და ბატონებო. როგორც ხედავთ, იუმორინა ოქროს შემოდგომის მასპინძლები და წამყვანები გახლავართ ჩვენ. მარჯანიშვილის თეატრის მსახიობები, უმშვენიერესი ნინაკა გელაშვილი და ბატონი გურამ ჯაში. ესტრადაზე მოგეხსენებათ ჩვენ პაროდიის თეატრის მსახიობები გახლავართ და მოგვიანებით ამ თეატრთან ერთადაც წარვსდგებით თქვენს წინაშე. მაგრამ თუ ვინმემ ჩვენი საკუთარი ხმით გამოსვლა და მისალმება არასაკმარისად მიიჩნია, მზად ვართ უფრო პოპულარული ხალხის ხმითაც მოგესალმოთ. აი მაგალითად, უფროსი ასაკის მაყურებელს მიესალმებიან ჩვენი სახელოვანი დიქტორები, ბატონი დავით სოკოლოვი და ქალბატონი ჯულიეტა ვაშაკმაძე. მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ახალ იუმორინაზე. ამ დარბაზში მე ბევრი შესანიშნავი კონცერტი მახსოვს, თუმცა მე იმდენი რამ მახსოვს ყველაფრის ჩამოთვლა რომ დავიწყო, კონცერტი ალბათ ერთ კვირას მაინც გაგრძელდება. ამიტომ კიდევ ერთხელ მოგესალმებით, გთხოვთ ბატონო დავით. საღამო მშვიდობისა 27 ოქტომბერს 19 საათზე სახელმწიფო საკონცერტო დარბაზში დაიწყო ახალი იუმორინა. ჩვენთვის ცნობილი გახდა რომ დარბაზში მოსალოდნელია ბევრი სიცილი, კისკისი და ხითხითი. კრიმინალური ქრონიკა გაფრთხილებთ. იცინის ის, ვინც ბოლოს იცინის. გმადლობთ. ახალგაზრდების მისალოცად თეა გვასალია შევარჩიეთ. გამარჯობათ, ეს იუმორინა, მე თეა გვასალია ვარ. კარგია რომ დაუჯერეთ საარჩევის რჩევას და მაბრძანდით ახალ იუმორინაზე გისურვებთ საუკეთესო დროის გატარებას. გმადლობთ. თეატრის მოყვარულებს მიესალმებიან ჩვენი უსაყვარლესი მსახიობები, ბატონი ოთარ მეღვინეთუხუცესი და ქალბატონი გურანდა გაბუნია. მოგესალმებით ჩემო ძვირფასებო, ეხლა რა შეასაქმე? მე იუმორინაზე პირველად არა ვარ, ხშირად დავდივარ ხოლმე და იცით რატომ? ბედნიერი ვარ, ამდენი გახიმებულ და გაბწყინებულ სახეებს რომ ხედავ. გვეყო რა, ამდენი ვაივაკალახი, უბედურება შემოგევლო ჩემი თავი. აი ეხლაც უყურებ დარბაზს და ტრადიციულად ხალხით არის სავსე. ო და მეც ერთი ჩემი საყვარელი ლექსი მომაგონდა. ყველა აქ არის და მაინც კარი, მასპინძელო, დატოეღია, цаრიელია ის ერთი სკამი და იქნებ ვინმე მოვიდეს გვიან, მე მთლიანად ვეთანხმები ოთარს. ეხლა არ დაიწყო შენებური. მოიცო ოთო, ნუ მიშლი. მე ვამბობ, იუმორინა ნამდვილი საჩუქარია ხალხისთვის. აი როგორც ვარსკვლავის გახსნა იყო საჩუქარი ოთარისთვის. ნუ ეხლა ჩუ დუძღიათ მეძით რომ თვითონ ოთარიც ძალიან დიდი საჩუქარია ხალხისთვისაც და თეატრისთვისაც. მე მეგონა ვარსკვლავის ჩადების მერე მაინც აღარ იქნებოდა ოთარი ასეთი ეჭვიანი, მაგრამ არა. ოთარს არაფერი არ შეცვლის. Это на всю жизнь. კარგი გურანდა, იუმორინაზე ილაპარაკება. აბა მე რას ვამბობ? იყო ვარსკვლავის გახსნა, იყო ბევრი მილოცვა, ბევრი სიცილი, იუმორიც. ო, იყო იუმორი იყო. და რა თქმა უნდა ბანკეტით. ჯერ ძალიან ვინერვიულე, არ ვიცოდი ტრადიციული სუფრა უნდა გამეკეთებინა თუ ფურშეტი. ბოლოს მაინც ფურშეტი გადაწყდა. И знаешь что, Отар? Все говорят, რომ ასეთი ფურშეტი არ ახსოვს თეატრს. კარგი რა, ფურშეტი იყო რა. და ბოლოს ეს დაღლილი და კანცული ქალი, представляете, მაინც მაცეკვეს. საღამოშიობისა ჩემო ძვირფასო და საყვარელო ხალხო, მოგესალმებით თქვენი კახი კავსაძე. რამდენი ხანია კაცო ჩვენ ერთმანეთს ამ დარბაზში არ შევხედრივართ. უსომოთ გამახარეთ თქვენ, გაგახაროთ და გაბედნიეროთ ღმერთმა. წიღიბეთ თქვენი. აი მომენატრეთ კაცო. აი ეს იყო ჩემი დალოცვა. გივი ბერიკაშვილი კი თავის დალოცვას ლექსად მოგახსენებთ. მიდი გივი, მიდი. ვერთო შენას წყალობლე აქ ბრძანებულსა ყველასა
გაჭირებულ საბარალობდე არაკლებდე შველასა შეაწიე ღვთის მადლი დღევანდელი დღის მადლი ღმერთო ერთმანეთის მოყვარული ქვენ ძმა ძმისა დიდი პატარისა სიძე სიდედრისა დედამთილი პატარძლისა ოპოზიცია პოზიციისა მძღოლი საპატრულო პოლიციისა ღმერთო დაგვიხსენ ავკაცის თვალისაგან მევალის ვალისაგან ქვეყანა ტერაქტებისაგან მეანაბრე გადაგდებისაგან ღმერთო გვაშორე უგულობა და უფულობა უშუქობა და უპურობა ბრიყვი მოყვარე და ჭკვიანი მატერი დროშა წითელი და პრესა ყვითელი ზეცა შავი ფერი და კაცი ცისფერი ღმერთო მოგეც გული მხიარული ხელში ჭიანური უღელი ხარი ჯიბეში ლარი წნევა დაბალი ხელფასი მაღალი ძველზე ბედნიერი წლები ახალი მშვიდობიანი მოსავლიანი დოვლათიანი ბარაქიანი ზეცა მზიანი ერი თლიანი გაიხარეთ ვიდრე სცენაზე პირველ მონაწილეს მოვიწვევდეთ, გვინდა დიდი მადლობა გადავუხადოთ თანადგომისა და მხარდაჭერისათვის ჩვენს გენერალურ სპონსორს Chevrolet Nivas. ჩვენს მუდმივ და საიმედო პარტნიორს ტელეკომპანია იმედს. რადიოებს Fortuna Plus-სა და არ დაიდარდოს. და რესტორან ტავერნა მარკო პოლოს. უცხოეთში დროებით წასულ თუ მუდმივად მცხოვრებ ქართველებზე უმეტესწილად რატომღაც უარყოფით ინფორმაციას გვაწვდის მასმედია. ის დაიჭირეს, ამას ეძებენ, იმან მოიპარა, ამად დეპორტაცია გაუკეთეს. არა და უამრავი ჩვენი თანამემამულე საზღვარგარეთ დღე და ღამეს შრომაში ასწორებს და ძალიან ღირსეულადაც წარმოაჩენს თავის ქვეყანას. აი სწორედ ერთი ასეთი პიროვნება მოვიწვიეთ დღეს ჩვენს რუბრიკაში დებიუტანტი. ბევრ თქვენთაგანს შეიძლება იგი ახსოვდეს ღამის შოუდან, თავისი ცინცხალი გურული იუმორით, მაგრამ იქ არ თქმულა მთავარი, რომ ამ ახალგაზრდა კაცმა გურიაში ოქროს მედალზე დაამთავრა სკოლა. შემდეგ წითელ დიპლომზე სახელმწიფო უნივერსიტეტი და 7 წელი ისწავლა გერმანიაში. გაიარა დოქტორანტურა, მოამზადა დისერტაცია და ერთ თვეში უკვე დაცვა აქვს. არა და სულ 27 წლისაა. დიდი სიამოვნებით მინდა წარმოგიდგინოთ პროფესიით ბიოლოგი და შეთავსებით იუმორისტი ბატონი ზურაბ შევარდნაძე. სადაური შევარდნაძე ხარ, მამათელი? არა ბატონო, მე ასკანელი გახლავართ. მაის ულერთია, შევარდენი ყველგან შევარდენია. ესე იგი, მე როგორც გავიგე, დისერტაცია უკვე დაგიწერია. სამომავლოდ ალბათ კწანიში დასახლებას და მემუარების წერას აპირებ, რა? აუცილებლად. ესე იგი, ვიმეზოვლოთ, კაცო. ეხლა გერმანიაში ჩემი არ იყო, შენ წარმატებით გიმოღვაწია. მე ზოგიერთმა წამომაძახეს რა, გერმანიას უფრო წაადგა ვიდრე საქართველოს, ეს ხოვრობით რა თქმა უნდა. სხვათაშორის ბევრი მეგობარი მყავს იქ, დღეს აფწერენ წერილებს, კოლი, გენშერი, რომელი ერთ ჩამოვთვალო. ისე გერმანიაში წასვლას რო დააპირებ, უჩემოთ არ წახვიდე რა. ჯანჯუხასა და კვაწარას გაგატარ, ახლა დიდი არაფერია, მაგრამ გეხარდება. აბაშენიცი, არ შეგვარცხინო, მიდი. ძვირფასო მეგობრებო, თუ ზურაბ შევარდნაძის გამოსვლა მოგეწონებათ და ყვავილების მირთმევას დააპირებთ, მაინცა და მაინც ვარდებს ნუ მიეტანებით, თორემ გადადგება და კონცერტიც ჩაგვეშლება. არა, მაგის არ მეშინია. მე პროფესიით ბიოლოგი ვარ, ბოტანიკოსი, ამიტომ ვარდებთანაც მეგობრობ, გვირილებთანაც და გურულებთანაც. ძალიან კარგი. გურიდან თბილისის უნივერსიტეტის გავლით გერმანიაში ჩასვლა და იქ სწავლა იოლი რომ არ იქნებოდა, ამდენს კი ვხდებოდი. ამიტომ დღესსა და ღამეს ვასწორებდი. იქ ყოფნისას ხშირად მახსენდებოდა ბატონი კონსტანტინე გამსახურდია, რომელიც ჰაიდელბერგის უნივერსიტეტში სწავლისას შემოუძახებდა თურმე საკუთარ თავს. ჰეი, პატარა მდინარის პირას გაზრდილო ბიჭო, არ გაჯობონ დიდი მდინარის პირას გაზრდილთა. ეტყობა ვერც მაჯობეს. პირველი სემესტრი არ მქონდა დამთავრებული, თავისი სიმკაცრით განთქმულმა, ჩემმა ხელმძღვანელმა, პროფესორმა ვოლფრამ ლობინმა საოცარი რამ გააკეთა. მითხრა ზურაბ, ქირა, რატომ უნდა იხადოთ? ჩვენ დიდი სახლი გვაქვს და გადმოდი ჩვენთან საცხოვრებლათო. შვილივით მიმიღეს და მთელი ეს წლები ამ ოჯახში გავატარე.
გერმანიაში ვინმე ასეთი სითბო გიჩვენოს, რასაც მთელი ამ ხნის განმავლობაში ამ ოჯახისგან გრძნობდი, ნამდვილი სასწაულია. მეორე სასწაულის გახლავთ, რომ თურმე ასეთი გულისხმიერი და თბილი ადამიანები თავიანთ კარის მეზობელს არ იცნობენ. არადა ერთმანეთის გვერდით უკვე 18 წელია ცხოვრობენ. მე გავაცანი ერთმანეთს. დაუჩემე ფრაუ კლარას. ამისთანაც ცნობილ და ასეთ სახელოვან პროფესორს როგორ არ იცნობ მეთქი. ბოლოს და ბოლოს ერთი გალავანი ყოფთ ერთმანეთისგან. საქმე ისე წავიყვანე, რომ საღამოს მეც და ჩემი მასპინძლებიც ვახშმად დავპატიჟეს. არ მავიწყდება ვოლფრამის გაკვირვებული სახე მიპატიჟების ამბავი რომ მიუტანე. წავიდა მეზობლობა, გადაპატიჟ, გადმოპატიჟება. მერე უკვე ერთად გავიცანით მეორე მეზობელი ფრაუ მატილდა, მისი ოჯახი და ასე. 3 წლიანი შრომის შემდეგ საქმე ისე წავიყვანე. იმდენი მოვახერხე, რომ სამეზობლო ჭიშკარიც კი გავაჭრევინე გალავანში. რომ ჩავედი, ბერლინის კედელი კი დამხვდა კარგახნის დანგრეული, მაგრამ ერთი პატარა ბონის სამეზობლო კედლის დანგრევაში მეც შევიტანე ჩემი პატარა წვლილი. გერმანელებისგან რა თქმა უნდა, ბევრი რამე შეიძლება ისწავლოს კაცმა. პუნქტუალურობა, აკურატულობა, შრომის თუ ყოფითი კულტურა, მაგრამ გავკადნიერდები და ვიტყვი, რომ ბევრი რამე სწავლა ჩვენგანაც არ აწყენდათ. იყო ერთი პატარა შემთხვევა, რომელმაც ჩემში ნამდვილი შოკი გამოიწვია. ძალიან დაუმეგობრდით ვოლფრამის ერთ-ერთი მეგობრის ოჯახს და ხშირად ვსტუმრობდით მათ. ყველა წვეულებაზე ჭიქარ გაწკარუნდებოდა უჩვენოდ. განსაკუთრებით ამ ოჯახის უხუცესი წევრი ფრაუ ბარბარა დამიმეგობრდა. მე თვითონ ბებია ბაბუას გაზრდილი ვარ და მოხუცებისადმი განსაკუთრებული პატივისცემა მაქვს. ამიტომ ხშირად ჩამქონდა ფრაუ ბარბარასთვის ქართული სუვენირები. ეს მას ძალიან მოსწონდა. ერთხელაც გამოვცხადდით მორიგ წვეულებაზე, მორიგის სუვენირებით ხელდამშვენებული, მაგრამ რადგინდა ფრაუ ბარბარა არ ჩანს. ვიფიქრე, ალბათ საქმიანობს და მოგვიანებით გამოჩნდება მეთქი. ძალიან რომ დაიგვიანა, შევწუხდი. შვილი შევაჩერე და ვკითხე. შვილო, ფრაუ ბარბარა როდის მოვა მეთქი? არც აცია და არც აცხრიელა. Heute Morgen Frau Barbara gestorben. რაიო, ამ დილას Frau Barbara მოკვდაო. აგერ უკრავს მუსიკა. საზეიმო განწყობა. წრუპავენ ღვინოს, შამპარუნს. მოეშინე თავში და პირში ხელი. Ach, du liebe meine Barbara. Barbara, mein Schatz, mein Herz, meine Liebe. Ach, du meine liebe Barbara. Warum habe ich heutigen Tag erlebt, liebe Barbara? და მესია ყველა. მამშვიდებენ ზურაბ რანს ნერვიულობთ, რა გაქვთ ნერვიულო? ფრაუ ბარბარა შორს კი არსაც წაგვიყვანია. დამგრძალავებიურო, ხვალ დილით წაიღებს, მანამდე აგერ ყავს აივანზე სავარძელში. ამაზე გადავირიე. ვოლფრამს უთხარი, წამიყვანი აქედან, ცუდად ვარ. მე ამის ყურება არ შემიძლია მეთქი. ბოდიში კი მოუხადე. ამშვიდებენ, ცდილობენ ამიხსნათ. რა ეკნათ, აბა ხალხი მოპატიჟებული ყავდათ და წვეულებას ხომ არ ჩაშლიდნენო. ძალიან რომ გადავირიე, ცოლს მიუბრუნდა და უთხრა, ხომ გითხარი, არ უნდა წამოგვეყვანა. ამას სხვანაირი მენტალიტეტი აქვსო. ბიჭო, ბარბარა ბალკონზე თქვენ გეიტანეთ და კიდე მე მაქვს სხვანაირი მენტალიტეტი მეთქი. ასე მოექცნენ საწოდავ ბარბარას ჩემს თვალში ბარბაროსულად. მეორე დღეს ნეკროლოგი წავიკითხე გაზეთში. ამა წლის 5 მაისს გარდაიცვალა ქალბატონი ბარბარა შულცი. დააგრძალა ვიტერშლიკის სასაფლაოზე 22 ოქტომბერს. შვილი მივლინებაშია და ოქტომბრის ბოლომდე ვერ ჩამოდისო მიხსნის ვოლფრამი. ბიჭო, ბიძაშვილი, მამიდაშვილი, რა შვება ეს რა მაგათი პრობლემაო. მოკლედ როგორც იქნა 5 თვის შემდეგ გამევიღეთ საწოდავი ბარბარა მაცივრიდან და დააგრძალეთ ვიტერშლიკის სასაფლაოზე. გასვენებაში 12 კაცი ვიყავით. ამ 12-დან ერთი მე ზურიკო შევარდნაც. მე ერთად წავედით და ვჭამეთ ნაყინი. ნაყინის ფული ყველამ თავისი თვითონ გადაიხადა. ბარბარას შემხედვარეს არ მავიწყდებოდა ერთი ჩემი თანასოფლელი მეზობლის, ვასილის დაკრძალვის ამბავი. შვილებთან გარდაიცვალა სტუმრობისას თბილისში და გადაწყვიტეს აქვე დაეგრძალა, სოფელში აღარ წაასვენეს, ზამთარი იყო. იმაზე აღარაფერს ვლაპარაკობ, რომ იმ დღეს ამ ოჯახში მთელი თბილისში მაცხოვრებელი გურულები რომ იყო თავშეყრილი, მაგრამ ჩვენ სოფელში დიდი ავტობუსი დავიქირავეთ, გვირგვინი შევუკვეთეთ, ბებია თან წამოვყვა და ჩამოვედით ვასილოს გასვენებაში. ნახევარი სოფელი. მისამართი ვქონდა, შევდივართ ერთ-ერთი დიდი კორპუსის ეზოში, ბებია დაწინაურდა, სადაც ყველაზე მეტი ხალხი იდგა, რომელ სადარბაზოსთანაც ჩვენც იქ შევედით და ბებიამ პირველივე სართულიდან დაიწყო. მე ვედით ვასილო ძამიო, მოგიტანეთ ვენოკი ძმავო. არიცოდი ვასილო, ამფერი დახვედრა ძმავო. შევდივართ, მაგრამ სადაა ძმაო? ხალიწევს ვასილოს ადგილას. ბები არ დაიბნა და გააგრძელა.
ნამეტანი ბოდიში ვიხდი, დედა. რა ფერ სირცხული ვჭამე, ჩვილო? რა ფერ მე ვიჯაყე, დედა? არ დატიოთ ბაღნებო ვენოკი. ასე დავარტყით 80-მა კაცმა, პატივცემულ ქალბატონს წრე, ჩვენი გვირგვინით. ჩამოვედით პირველ სართულზე, ავედით შემდეგ სადარბაზოში. ვიდირეთ, ბატონი ვასილო, მე ვედით, ვასილო, ძამიაო. მოგიტანეთ ვენოკი ძმაო. ახლა იგიდან. იდუ რომ ხელა ვენოკი. დედო რა ფერი ვენოკი. მოგიტანეს და გაფასეს ვამიკო ვენოკი ძმაო. კი ბატონო. ჩვენეული დაგრძალვის რიტუალებსა და ტრადიციებში ბევრი რამეა გადაჭარბებული, მაგრამ მე ჩემი გადაჭარბებული მირჩევნია ჯერ ბალკონში გადანილ და მერე 5 თვეს მაცივარში შენახულ ბარბარეს. ეხლა როგორია მათი თვალით დანახული საქართველო? ბევრი რამე არ ესმით და ვერ იგებენ, მაგალითად, გულწრფელად აინტერესებთ. წყალი რომ მოდიოდა და აღარ მოდის, სად მიდის? ან შუქი იყო და წავიდა. ვერ იგებენ, სად წავიდა, რატომ წავიდა. პირველად ვოლფრამი ასკანაში რომ ჩავიყვანე, ნახევარი სოფელი ჩემს ეზოში დატრიალ და არიქა სტუმრებთან სირცხვილი არ ვჭამოთ, პროფესორებთან არ მევიჯაყოთო. შეწუხებულმა პროფესორმა გვერდით გამიყვანა და მკითხა, ზურაბ, კი მაგრამ ამდენი დამხმარე პერსონალი რომ დაგიქირავებიათ, რითი აპირებთ ამ ხალხის გასტუმრებასო? უხსნი, მაგრამ ვერ იგებს. ისე როგორც მე ვერ გავიგე ბარბარას ამბავი. ისე ჩვენ ყველაფერს ჩვენი საზომით ვზომავთ. ეგებ არ იყო ეს ფრაუ ბარბარა ბებიაჩემ მერიკოსავით კბილი მოხუცი. ალბათ არც ისეთ წერილებს წერდა შვილიშვილებს, როგორც ბებიაჩემი მე სტუდენტობისას. ეს წერილები და გურულის სამეზობლოს იუმორისტული მოგონებები სულ თანმახლდა და მეხმარებოდა გერმანიაში ნოსტალგიის დაძლევაში. დავხუჭავდი თვალს და კინოკადრებივით ცოცხლდებოდა ჩემი ეზო ასკანაში. იქ შეკრებილი ნადი, რომზიან და ერთდროულად რომ არჩევენ სიმინცსა და ქვეყნის ამბავს. ბებია, ბაბუა, ეთერი, მაყვალარუსი, კატუშა, რა თქმა უნდა, თალიკო მამიდაც აქვია. წელს სიმინდის კარგი მოსავალია გურიაში და რა უჭირს გურულებს, მაგრამ შარშან ამის ნახევარი არ იყო სიმინდი და დიდი ფარცაგი ამბავი დაემართათ. რა მოხდა ახლა? მოგეხსენებათ, ინდაურს რამდენი სიმინდი ჭირდება. რახან სიმინდი ცოტა იყო, ნახევარმა სოფელმა გაწყვიტა მამალი ინდაურები, ბებიაჩემის მამალი ინდოურის იმედად. კი აგერ, მერიკოს მამალი და გადავაი ჩვენ დედლები იმასთან. ერხან სამინდაურმა კი გუძლო ამ დატვირთვას და გრაფიკს, მაგრამ რაცა, მერე გვერდულად დაიწყო სიარული. გადაერია ბებიაჩემი. ევიღუპე დავრჩი, ტროულს უინდოუროთო ჭიოდა. დაიბარა ქალები და უთხრა, რაცხა თვარ მევიფიქრეთ და თვარ დავადგინეთ. დედლების მოყვანის გრაფიკი წახდა ქალებო საქმეო. და ატყდა მეორე დღიდან გაძაძახილ, გადმოძახილი. მერიკო, რაფერა, ცალია ინდოურს დღეს. ბებიაჩემი გულდასმით გადაავლებდა თვალს უკვე მოყვანილ დედლებს და პასუხს არ აგვიანებდა. დღეს ვაცალოთ, ეთერი ვერ იზამს, აი დასაღუპავი მეც ვერა. თალიკო მამი და მამამბის შემხედვარემ საკუთარი ბიზნესი წამოიწყო ბატონო. და თავის ბუღას ფასი დაადვა. 10 ლარი მოითხოვა ძროხის მომსახურებაში. კაპიკს არ უკლებს, გადაერია მეზობლები. კი მარა, მერიკოს მამალით ლათუფასოთ იყო ჭიოდენ და ამ ამბავს ხშირად წამოაძახებდნენ თალიკოს. ერთხელ მახსოვს მაქიმედ თავარტქილაძე, ინკასატორი იყო მოსული თალიკოსთან და დენის გადასახადს თხოვდა 5 ლარს. თალიკო პროტესტს აცხადებს, ამ თვეში მე დენ თვალით არ მინახავს და არ ვიხდი მაგ 5 ლარსო. ამშვიდებს მეზობლები, ეცა არა, შენ და მაი 5 ლარი დიდი ფული. რა ფულია თალიკო შენ და 5 ლარი, ბოლოს და ბოლოს შენი ბუღის ნახევარი სექსია მაი. მაყვალა ნოქარი ახლა ნამეტანს იცინის, უხარია, მარა გუშინ მე იმდენი ვიცინე მის მაღაზიაში ჩემზე დამდურებულია. ცეხლი რომ ეკიდებოდეს, მაგის მოსხმული წყალი არ მინდაო ჩემზე ჭირო. და რა მოხდა? ყავის სერვის ყიდდა მაღაზიაში მოზრდილი ჭიქებით ოღონდ. და ასეთი წარწერა გაეკეთებია კოლობზე, ფლომასტერით. კოფეს, სევრიზი ჩაიზა. ვიღაცას ეთხოვა აკვარიუმი გამიყიდეო. და ედო იქვე წარწერით, აკვარიუმი, თებზიზა, ყველიზა და
და მჟავი ზაც. კედელზე ქონდა განცხადება გაგრული. მუყაოს კოლოფზე. იყიდება შავლა ჟღენტის ოჯახი. სუბრელებმა დუუკავშირდით პაბლიკას თბილისში. ჩემს სოფელში სვანები ჩამოასახლეს, სტიქიით დაზარალებული. ამ სვანებმა თავიანთი ნახევრად ველური სვანური ღორები თან ჩამოიყვანეს. მართლა რომ კარგი ღორებია. ნახევარმა სოფელმა მოინდომა ამ ღორების გამოჯიშება. კარგია, ხორცი გადასარევი აქვს, მაგრამ რადგინდა გურულად დაძახება არ ესმის ამ ღორებს. რამდენიც არ უნდა უძახო. ღუტუ. ვირბის თავისთვის. სანამ სვანურად არ დაუძახებ. დღია, კოცხობ, დღია. მანამდე არ მოგიხედავს. აბა ნათელა მასწავლებელი ღორებზე ლაპარაკს რა ვაკადრულობს. გალაქტიონის პოეზიის კრიტიკითაა დაკავებული. კაცი რომ ერდაიგივე ლექსში, ერდაიგივე სიტყვას, ხუთი გზობა გეიმეორებს, მაინ ანუ ტავტოლოგია. და ამ ფერკაც პოეტობაზე პრეტენზია აღარ უნდა კონდეს. რა ამბავია ბიჭო, ქარი ქრის, კიდომ ქრის. პოეტმა კაცმა ასახე აი ბუნებრივი მოვლენა 2-3 სიტყვით. ქარი გლეჩს ყორიფებს. თუ ამ მოგონებებმაც არ მიშველა, მაშინ ერთადერთ და უტყუარ საშუალებას მივმართავდა ვინიცის ბებიაჩემის ერთ-ერთ წერილს მე რამდენად ვკითხულობ. ჩემო გამორჩეულო, კვარჩხალია, ხახარიკა, ოქროს ჭუჭულო. გამოჩიჩინებული ბებიაშენი სიცოცხლე, სულო, გულო, ჩემო ყორიფელო, ზურიკელა ნენავ შვილო. არც ვიცი რა ფერ გადევიტან შენს შინარყოფნას, მაგრამ ალბათ შევეჩოვი ბოლოს და ბოლოს ფრონტზე ხომ არ მყავ ხარ გაშობილი. არ გჭირია შენ მითითება, მაგრამ შენი ამბები ყორიფელი მეიწერე ხშირად, შენებურად, რამე დაგჭირდეს და შემეითვალე. იმ მინუტშივე შეგეხმიანებით. ბაბუა შენსაც ძალიანი გუუჭირდა შენთან მოცილება, მაგრამ მაი კაცია და არჩივა იმ დონეც. აბა მე გამოგლოვილი მყავხარ. დღეი ერთია და 100 გზობა გაგიხსენებ. გული მე თუთქება, მაგრამ რა ვქნა? თან მიხარია, კაი საქმიზა რომ ხარ მაქანა და ამით კიდო პაწას ვიმშვიდებ თავს. ბებია მაყვალია, ძალიან გლახად იგაჭვირებული. რომ იტყვიენ აღარც იქით და აღარც აქით. კტება და არ დაადგა საშველი, დეისვენებს კემაინს. მეშვიდე ღამეს უთევთ ამეღამ ქალები. რა ვარც გეიგო გლახა ამბავი, ჩამეირბინე, იცოდე. დიდი ამაგი აქვს, მაგ გაჭვირებულს და ჩამქრალ ვარსკვლავზე დაბადებულ შენზე. რომ დეიბადე მეწველი თხაი გაჩუქა 2 თიკნები. წელს ადესა ნამეტანი ნაკლებია, თითქმის სულ არაა. ჩემს სიკვდილს უფრო იოლად გადიტანდა ბაბუაშენი ვინემ ამ ამბავს. ტუხაიას ერთი კაი საქმე დიემართა. ბერწი თხაი რომ ყავდა დამაკტაი რა ვარც იქნა. მას ერთ ძალის ფეხმძიმობის ამბავი რომ გეიგენ იარ გახარებია მაგ დასაღუპავებს. სულიკოს ამჯერად გუუმართლა და მეხუთე ბიჭი გამოუვდა. ბაბუამისის სახელი დაათქვენ სოკრატაი. პაცა ხაპივით აქ თავი. ციცოიე გავათხოვეთ გუშხამ. კიდომ კაი რომ წეიყვანა იმ ოჯახაშენებულმა თვარა. აი წერიც რომ მაგას შინ დიერღვია, მერე მაგას კაცი არ წეიყვანდა და მაიმუნს დედამისი არ გაატანდა. ბაბუაშენმა რომ ზენძღვა თოფი. ერთი ჩემი ხნის მამალი რომ ყავდა იმას ჯაჭვეტაი 3 დღე ირიახო ურუახო იყო ჩვენსას. აბა შენცი ნენა ჭკუას განგება არ გასწავლი, ვიცი რაც ხა ოქრომ ყავხარ, მაგრამ მაინც. იცოდე, კაი რომ იქნები, მაშინ ყველას ეყვარები და დაგლახებული და გლახა არიკაც არ უნდა მის გვერდში. ისე შენ გეიხარე და გაძლიერდი და გამრავლდი ასსულად, რა ვარც ამას სიმართლე ვჭივი. ისწავლე ნენა, მაგრამ თლან უმეიკლავ თავს. შენ თუ გადამერიე, მაგფერი არც სწავლა მინდა და არც აფერი ქვეყანაზე. ისე სადაა სამართალი, თვარა შენ რომ სწავლობ, იმფერი ძნელი რა ცხეები, ბაღანამ ისწავლოს და ექიმი არ გამევიდეს, კია წაწყმედა. აბდრული ალბათ ამას რო ვწერ, მაგრამ აწე ხანდისხან აბდრულიც მეპატიება. გეხვეწები ნოაყობი მაქოურ თხათხა გოგუებს. იცი შენ 100 ვინც ხამყავს შენ და შეთვალიერებული, მაგრამ აწე ჩემი არჩეული ქალიკარა ინდოური აღარ ვარგა ნენა სადგამურად. აგერ ბაბუაშენი მიჩივა რას წერ ქალო ამ დონეც. მაი თუ იკითხა ბაღანამ წიგნი როგაი წეიკითხოსო, მაგრამ მაგ წიგნის კითხვას ყოველთვის მიესწრები და ბებიაშენიდან იქნება აი ბოლო წერილიც კეიყოს. ელანძია ადამიანი. გახარებული და გამრავლებული იყაი ნენა სულ. ვინც ხამ შენ ავითვალით და გული ჩემოგხედოს, დაფსებოდეს ცალი თვალი და დარჩენილი ცალით შენი კარგად ყოფნიზე ეყურებიოს. ჩემი ნენა ჭკუით იცოდე, წამხთარია ქვეყანა. შენი ბებიე 97 წლის 28 სექტემბერი. სანამ საქართველოში ბებიას წერილს, შვილიშვილის გულის გათბობა და სულის გადარჩენა შეუძლია, ვერავითარი გლობალიზაცია ვერაფერს დაგვაკლებს.
გურამ შევარდნაძე. გურამ, ეხლა რომელი ნომერი გამოვაცხადოთ? რა თქმა უნდა ის, რაც მოეწონება ჩვენს ძვირფას მაყურებელს. საქმეც ის არის, რომ არ ვიცით მაყურებლის რა კონტინგენტი ყავს დღეს სტუმრად. მე მგონი დადგა დრო უფრო ახლოს გავეცნოთ მათ. მეც როგორ ჩავიდე დარბაზში და 2500 კაცს სათითაოდ ხელი ჩამოვართვა? ეგრე ხო კონცერტიც დამთავრდება კიდე. არა გენაცვალე. ჩვენ მათ გავიცნობთ ისე, როგორც ეს დღეს მოდაშია. ზოგადი უნარჩვევების ტესტების ჩატარებით. როგორ? ეს სულ იოლია. ჩვენ მაყურებელს დავუსვამთ ერთადერთ მარტივ კითხვას. როგორ ატარებთ თავისუფალ დროს? სამი შესაძლო პასუხია. პირველი: ვუყურებ ტელევიზორს, მეორე: ვკითხულობ წიგნს და მესამე: დავდივარ ოპერაში. გასაგებია, კითხვა დასმულია. გთხოვთ ხელი ასწიონ მათ, ვინც თავისუფალ დროს უყურებს ტელევიზორს. მადლობთ, გთხოვთ დაუშვათ. ახლა ხელი ასწიონ მათ, ვინც კითხულობს წიგნს. გასაგებია, ესე იგი ყველა დანარჩენი დადის ოპერაში. დღეს ძალიან ინტელექტუალური პუბლიკა გვყავს. ეხლა სოციალური მდგომარეობა შევამოწმოთ. ბატონო. გთხოვთ ხელი ასწიონ მათ, ვინც კონცერტზე მოსულია ცოლთან ერთად. გთხოვთ დაუშვათ. ახლა ხელი ასწიონ მათ, ვინც თავის ცოლთან ერთადაა. ყველაფერი გასაგებია. ამ კონტინგენტისათვის ზედ გამოჭრილი ახლა სცენაზე მოვიწვიოთ პოპულარული დუეტი მამუკა ონაშვილი და ვლად არამოვი. ძვირფასო მეგობრებო, შეგიძლიათ მიულოცოთ ვლად არამოვს. მან სულ 2 კვირის წინ ცოლი მოიყვანა და გაგვიბედნიერდა. მინდა მეც გაგახაროთ. მოიცა. გურამ, ბატონო. ეს არის პატარძალი? არა, მაგრამ მალე გახდება. არა, მე ამას არ გულისხმობდი. თქვენი დუეტი ძალზე პოპულარულია ხალხში. ძალიან სასიამოვნო. უამრავი წერილია თქვენ სახელზე მოსული. წერილებში კი შეკვეთებია მამუკამ და ვლადიმ სიმღერით ასახონ ჩვენი გასაჭირიო. კი ბატონო, ჩვენ უარზე არ ვართ, მაგრამ ერთი რამე გამაგებინეთ რა. აი, თქვენ თვითონ რატომ არ მღერით? მართალია, ერთიც მომღერალია და მეორეც. რა გიშლით ხელს? იმღერეთ თქვენ და ვიმღერეთ ჩვენც. აი, დარბაზში გამოკითხვა რო ჩაატარეთ, რისი მოყვარული მაყურებელი აღმოჩნდა? უმრავლესობა ოპერის მოყვარული. ხო და უმღერეთ ჩვენ ზვირფას მაყურებელს რაიმე საოპერო აქტუალურ თემაზე. აი, მაგალითად, მიწისძვრით დაზარალებულთა გასაჭირზე. კი ბატონო, საოპეროსაც ვიმღერებთ. სიამოვნებით, მაესტრო. ძალიან შევკრთით მოწმეა ღმერთი ჩვენ თბილისური მიწისძვრის მსხვერპლი შეგვაჯანჯარა, შეგვაზანზარა, ძველი სახლები სულ დაიბზარა. მიგრიხ მოგრიხა კარი პანაჯარა თელი ჯურჯელი ძირშამოყარა. ცოტა ფიჩები სახე როცა ჭერში წახის ნაცვლად დიდი ხვრელი დავინახე ბავში დედა დუიდარდა დაგიშენებდა ხალხსა. აშენებს და ჩვენს ნაცვლად სულს ხალხი შეასახლეს დაგრეულია ჩვენი სახლგარი გამკითხა
ბრავო, ბრავო. თქვენ სერიოზული ოპერმუშაკები ყოფილხართ. საშიში ხალხია. აი, ეხლა რასაც გთხოვთ, ყველაფერზე ვიმღერით. დაუშვით ხელები. მადლობთ. არის ასეთი ორიგინალური თხოვნა. სიმღერით გამოხატეთ თქვენი აზრი, ახლახან ჩავლილ არჩევნებზეო. არჩევნები რა, ზოგი შემოხაზეს, ზოგი გადახაზეს, ზოგსაც მოეხაზა. რას ლაპარაკობ? არჩევნები ყოველდღე თუ არა, თვეში ერთხელ უნდა ტარდებოდეს. გზები იგება, სახლები იღებება, იხსნება შადრევნები, სკვერები. მოიცა გენაცვალე, მოიცა შენ აქ ლექციის წასაკითხად კი არ დაგიძახეს, კაცო. სიმღერით, ვოკალით, გენაცვალე, ვოკალით. ვოკალით, იყოს ვოკალით. ოვნედავი თვეში ერთხელ ტარდებოდეს არჩევნები. წელიწადი 12 თვე ვიცხოვრებ შენები. შუქისულ გვაქვს ჩახჩახებენ სახლები 1000 ფერები. გზები გახავთ და იხსნება შადრევნები და სკვერები. ვინც ამას არ გააკეთებს ჩამოხიდებენ ფეხები. ოვნედავი მოგდამიყო არჩევნები ავშენდები დავშვენდები არჩევნები გადავჩები. ოვნედავი მოგდამიყო არჩევნები ავშენდები დამშვენდები არჩევნები გადავჩები. ბრავო, ძალიან კარგი იყო. შემდეგი წერილი ქუთაისიდანაა. ჩვენი ქალაქის გასაჭირზე რატომ არაფერს მღერითო? ჩვენ საყვარელ ქუთათურებს ვერ ვაწყენინებთ. სიმღერა ქუთაისზე. შეზინაშე მოგზალებით თავსიხრიან ქართველები. დიდებული ქალაქი ხარ, არ გივარ გამმართველები. ექსიმერი შეგეცვალა რაღაც 2-3 წელიწადში. ჭკვიანი და აზრიანი ერთიც არ გამოდგა მათში. ქუთაისის საკადრისი ერთიც არ გამოდგა მათში. ქუთაისო უძველესი უთბილესი ქალაქი ხარ. ჭეშმარიტი ქართველების სავანე და გვარი ხარ. დღეს კი ასე გულმატკენი უპატრონო ქალაქი ხარ. ქუთაისო კი ბატონო იყო ზეთი. ეს საწყალი მოტყუებული მეანაბრეები გთხოვენ, ორი სიტყვა ჩვენზედაც სიმღერეთო. კი ბატონო, რა პრობლემაა? სიმღერა მეანაბრეებზე. უკაცრავად. სიმღერა
გადაგდებულ მეანაბრეებზე. მე რამდენი დღე დგება და მე რამდენი დღამდება მოპარული ანაბრები სიზმარშიც მელანდება. იპარავდნენ ძველები იპარავენ ახლები ჩვენი ფული აიშენეს ვებერთელა სახლები. აი 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 სახლები ტაში 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 ანაბრები ნაგროვები დაკოჟრილი ხელები ვინ შეჭამა ყველამ ვიცით გვარ სახელები. იბიცება მთავრობა გაგისტუმრებ მაგვალებს მაგრამ მეც მომარა ქუდის ყოლა სწორედ იმას ავალებს აი 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 იმას ავალებს. ჰეი დაკარგული ანაბრები არავის ენაღლება. გვიგიდებდნენ ძველები გვიგიდებენ ახლები ჩვენი ფულით აიშენეს ვებერთელა სახლები. აი 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 სახლები ტაში 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 ჰეი მამუკა ონაშვილი და ვლად არამოვი. ბატონი ბიძინა მახარაძე. რა დღეში ვართ იუმორისტები, რა დღეში თქვენ ვერ წარმოიდგენთ. სადაც არ უნდა მიხვიდე ყველგან ერთი და იგივე. გაგვაცინეთ მეტრობიზინა რა გაგვაცინეთ რა. სარკე გააქვს. სულ ერთია სადახარ ქუჩაში სუფრასთან კაცო. ყველა კეიფობს შენ უნდა გააცინო. გაგვაცინეთ რა, გაგვაცინეთ რა. ნუ რაღაცა მოუყევი არ იცინიან. არაფერი არ მოქმედებს. არც ფელეტონი, არც მონოლოგი, არც ანეკდოტი. ანეკდოტი არ მოქმედებს. ეთყობა მოქმედებს მარტო ღიტინი და ხიცინი. იღლიებს და ფეხის გულებს. და სწორიცაა, იმიტომ რომ იუმორის გრძნობა სუბიექტურია. გააჩნია ვის რა მიაჩნია ხუმრობად. აი მაგალითად რა მიაჩნია ხუმრობად ჩემს ერთ-ერთ კახელ პერსონაჟს. მიყვარ ხუმრობად არა ვქნა. ო არა შეც არ მომიგდა არის ჩემი შტუკები გაიგეშე. არა და ბალღობიდან ეგეთი ვარ მახსოვს სოფლის შუაში კანტორი ეზოში გავაკარ გაცხადება ხვალ სოფლის შუაში კანტორი ეზოში საღამო 6 საათზე შადგება თეთრი ვირები გამოფენა. და იქ მივაწერე მამაკაცები დასწრება სავალდებულო არ არის. მეორე დღე გამოფენის დაწყებამდე 1 საათი ადრე მთელი სოფლის მამაკაცები იქ იყვნენ. ფეხები გააბოტა, ყურები ჩამოიყარეს, ერთმანეთს უყურებენ. 1 საათი უყურე, მეორე საათი უყურე. მე კიდე ერთმანეთს ეკითხებოდნენ, ვირებს სადღა არიანო. ვიღაცამ თქვა, ნამდვილად ხომ რა გოგია ბიჭი გაკეთებული იქნება. ამით მაიყო და მთელი სოფელი ჩვენი საერთოდ წამოვიდა. რა ვიზამდი იმ დღიდან მამაჩემ ქალაქში გადამიყვანა საცხოვრებლად. 10 ხარხანაში მუშაობ, იქნება შეგა კაცი დაიდგეს. ხარხანაში მუშაობიდან ერთი კვირას არ გასული რომ ახალი შტუკა მოფიქრე მქონე, გაიგეშე. ხარხნი თავარი ინჟინერი შეჩანა მყავდა, მეც მეტი რა მინდოდა, უშაվել და ვეუბნები ახალება. გეგედი. რამბავი, რა და შეიძლება იგარე რომ კრივოჟორა. ო, გაგიჟებულა მეთქი. აუღია დიდი ჩაკუჩი.
დაიდი ქარხანაში და სულ ერთი ვიშახდება თავში ურტყამეთ. საწყალ შეიძლება ავტორში გადაიყლაპა. სასწრაფო გამოუძახეთო. სასაჭიროა იქ წაიყვანო. მე უთხარ მე რა, მე გითხარ. შენ რადგან ისა იქენ მე იმებრე ჩავირბიდე დაბლა. მოვძებნე კრივო ჟორა და ვეუბნები ჟორაჯან. თავარმა ინჟინერმა თქო, ჟორამ დიდი ჩაკუჩი აიღო და ჩემთან ამოიდესო. ჟორამაც არაფერი ცოდა, აიღო ჩაკუჩი და წავიდა. თავარმა ინჟინერმა რო დაინახა ჟორა ჩაკუჩი. პირველად დავინახე როგორ დადიან კედლებზე. ვარი პრუგი დარყა გარეთ გავარდა. საწყალი გამოზახებული სასწრაფო თვითონ გამაადაგა. რასაუნჯო, ხურები გარეშე თუცასა ვერავდებ, გაგიშენა. თუ საქმე არაფერი მაქვს, ავკრებავ რომელიმე ტელეფონემერ და ვეუნები გაწუხებენ სადურიდან აი ხაზზე დაზიანება. სასწრაფოდ გამაგეშტებს სერიალზე დგიდან. გამოვიღეთ მემრე აიღე და შაერჩეთ ღრმად ხურ. იქიდან ეცხება ყვირილი გინებაი მუხარაი მეკიდენ ავტკებები და ავდნები. 5 წუთი მემრე ისე ვიქავერგავ წვრილი ხვიდა. თქვენც ვეხლა კარ ვიღაც ხული გინებაი და გირიკი. მაი და გურეკეთ. ეგრეგეთ დღესო შტეპსელი ჩაიჭეთ ყურჩიო. მაი მაგას შაკიტლიათ გამაიღო. იქიდან ეცხება ყვირილი გინებაი მუხარაი მეკიდენ ავტკებები და ავდნები. რა ხანა ეგეთი ვარ და ამას როგვები კახეთში იცინიან, ხეარულობენ, კარგ დროს ატარებენ. გურიაში ყველაფერი პირიქით რაც არ უნდა მოყვე, არაფერი არ მოსწონთ, არაფერზე არ ეცინებათ, მაგრამ მე მაინც ვცდილობ, კონცერტი ტარდება გურიაში, ოზურგეთში, მახარაძეში, ხან ფრინველს ბაზავ, ხან ცხოველს, სათანადო ფელეტონიც მაქვს. არაფერი ისე ზუსტად არ ასახავს ჩემ ცხოვრებას. ოჯახში, როგორც ერთ-ერთი სატელევიზიო გადაცემის სათაური ცხოველთა სამყაროში. თვალე მყავს ფრინველი, უпростоრად ყოდალა. ყოველ დღე დილიდან თავში მიკაგუნეს, ფული მინდა. მე ვთხარი ფულს ვარა, მაგრამ თუ გინდა ჭიებს გიშონი მე. რაც გარდაქმნა დაიწყო იმის მერე სულ კრუხივით ქოთქოდებს, ვინე რო გითხავს, როგორ ბრძანდებით, ქალბატონო რუსიკო, პასუხი ყოველთვის ერთია. პატვირდა, ლაფე. რა გვეშველება. მე ვთხარი კვერცხს მაიდებ და იაფად გამევიდები. ნათესავებს ვინშივა, ხალხს ესა რა ქვია, წყლის ონკანი ცხოველივითაა სახლში. უბრალოდ ლომივით. დილით რომ მოუშვებ ესა ღრიალებს. მე ახლა მივით იბრთხავ. და წყალი მაინც არ მოქვს. გურულები არ იცინიან. არ იცინიან არაფერზე. აი, კონცერტის შემდეგ მაინც არ იცინიან. არა, იცინიან უბრალოდ სიცილით იხსენებენ იმას, რაც არ მოსწონთ. რა ფერს გავიჯაი? გურულ ხაზერალ. იდა გურული გამოვიგვარია, ცოლა და გიდა, ჭინჭარ, ჩაყუდები ღარ შიშველიო. არა, სასაცილო. იდა ფერს გავიგიდე გურულ ხაზერალ. ლაბარაკოს, ესე იგი, პირში კუჯა გაშლილიო. საიხრობა. იროთ გვაიროთ. ლაბარაკოს პირში კუჯა გაშლილი, იმიტომ რომ მიტინგზე გაკეთებულიო. არა. მაი რას ხაბჯო იუმორისტი გვეგონა კაცო. დაბანები კაცო. ქუთაისში ყველაფერი მოსწონთ. ყველაფერზე ხადაობენ, როგორც ცხოვრებაში, ისე სცენაზე. ნახევრად სარიელ ავტობუსში ახალგაზრდა ქუთაისელი ქალი დგას და ეძებს დასაჯდომს. ამ დროს ახალგაზრდა ქუთაისელი ბიჭი 15-16 წლის და ავარდა, შევარდა, მივარდა, ჩაიყუდა. გადი, ბიჭო, მახალებ თუ რა კლირტია. უგაცრავად, ხალბატონო, მაგრამ მე მეგონა ჭყლე და უკვე დაიწყო. დამართლას 5 წუთში მისანა ჭყლეტა კაცი, ვერავა ავტობუსში, მაგრამ ქალი მაინც თილავს. ეიძიე, დაღლა ეიძიე, კეთა. ეიძიე. ხაგედა თალი ფეხი ჰაერში მაგდა მეორე მიწას. ჩვენი ზენა გალბადონ, გენაცვალე ორივე ჰაერში უნდა გქონდეს. თუ ასლელი კაცია, მაშინ სხვანაირი დიალოგები იმართება. გამატარეთ, დაღლა გამატარეთ. კვერცხებიანი ვარ, კვერცხებიანი. რას გვახარებ, ბაგანე, ნახევარი ავტობუსი კვერცხებიანი. მე კაცმის კვერცხებით ვარ, კაცმის.
ადარე საწყალი ნუალი ყოფილი. ორი ახალგაზრდა ქუთაისელი გოგონა თან ბოზროობენ გასასვლელისაკენ თან ესეთი დიალოგი იმართება მათ შორის. ხო და რა? გუშხამ თავი დევბანი ახალი შამპუნი და ქება ღალატები ასე გაბზეკი. მე თარქვი რატო ახასეთ ფები გაბზეკილი? ახალი შამპუნი დევბანი მიზა ღალატები ფები გაბზეკი. ამ დროს ეს გოგონა ვიღაცას გამოშურულ ფეხებს წამოიდა. რაია ფეხები რო ხანე გაბზეკილი. გუშხამ დევბანი ქალბატონი შამპუნი და ვიღაც პენსიონერის ხმალ დარბაზიდან მაი შამპუნი მარტო თმებზე შობა მასტა გეიმანე და გეიგე ნუ ეს რა შეეხებოდა ქუთაისს სამეგრელოში არანაკლებ სასაცილო სიტუაციებია ჩემი თუ არ გძერათ მოусმინეთ ამ ჩემს მეგრელ პერსონაჟს ხახ ბუნების დაცვა და ბუნების დაცვა. ეხლა ის დროა ჩვენ რა დავიცვათ თავი ბუნებისგან. მერტო ლოზუნგების წერა ვიცი და მეტი არაფერი გარეული ღორი ჩვენი მეგობარია. კი ბატონო, მე ვიცი რომ გარეული ღორი ჩემი მეგობარია, მაგრამ იმან თუ იცის ამას შესახებ. არა მგონია. მაგ მეგობრისგან ამაწინა ისე გავრბოდი. შიშისგან კიდევ ამ შავლის გამოსვლა დამჭირდა. წავედი სანადირო ტყეში, შემოხვდა გარეული ღორი. ვესტროლე დავჭერი, არ ეწყინა იმშობელს. არ გამომეკიდა, გამომეკიდა, ტყიდან ხალაკამდე სულ სირბილის მატარა იმ ღორის შვილი. არ დაიღალა კაცო, პირდაპირ სახლამდე მოვყვა, მე ლიფტში შევფრინდი, შევვარდი ის კიბებს ამოყვა, მე სახლში შევვარდი ის უკვე კარებთანა, მე კარები დავკიდე ის კიდე აბრახუნებს. ვიფიქრე რაღაცა უნდა გავაკეთო, თორემ ეს გადარეული თელ სახლს გადაატრიალებს. მაშინ მოვძებნე თუჯის ძიმეს კავაროთ კატატ. მივედი კარებთან. უცებ გამოვაყედა. ამ ორი ხელი და მთელი ძალი იესტაფაში თავში რომ ვთხლის. სიდედრი მოსულა. რაღაც ვიზამდი წავედი წყალი მოვიტანე წამოვაყენე სახეზე ვასხორი და უთხარი ქალბატონო ლამარა მაპატიეთ ჩემო სიცოცხლევ გარეული ღორი მეგონეთ მე. ლამარა მესმე კი არ ვარ გარეული ღორი შეხარ შინაური დეგენერატი. მოგლეთ ასე ვიჭუკჭუკე დითხ. აბა ის რომ მოგიღეთ თევზეობას რა ჩემხდა საერთოდ შეგძლდებათ ბუნება საქმე იყო შემდეგში. ზივარ ხალაგარე დინარისთან ანკესი გადაგუდებული მაქვს და ველოდები როდის შეერხა. მართლა ცოტა რაღაცა შეერხა თუ არა მოკაჩი მაგრამ არ მოდის. კიდე მოკაჩი კიდე არ მოდის. მაშინ მივხვდი ეთყობა ანკესი რაღაცას წამოვიდო წყალ ქვეშ და სანამ არ გავათავისუფლებდი თევზეობას ვერ გავაგზავნებდი. რაღაც ვიზამდი. გავიხადე და ტრუსიკის ამარა გადახვდი წყალში. არა ის უპატრონო 4 ზომი დიდი მეწვა და რო ჩახვდი არ გამძრა. ახლა იმის ზებდით თუ აღარ იყო ანკესი გავათავისუფლე და წყლიდან ამოვედი მაგრამ თლაჩი შვედი რას ხედავ ტანსაცველი აღარ არის. აღარ არის ტანსაცველი. მაშინ შევერბინე იქვე ტყეში, მოწყვიტე ფოთლები, მივიფარე გარშემო და სადაც საჭირო იყო და ასე ფოთლები მიფარებული პაპუასივი ძუნძულით გავიქეცი რკინიგზის სადგურზე. ვაგონში რომ მოვედი, ჩემი ჩაცმულობა ხალხს ცოტა არ იყოს ეხამუშა. ერთ მაგითხა მეორეს კი მარა ვინ არის ეს შიშველი გადარეულიო? მე რომ უთხრა თავი დაანებე ალბათ უცხოელი ტურისტიავა. მესამე თქვა არა ტურისტი კი არა აქ ალბათ კინოს იღებენო. მიკლუხო მაკლა იცხაკაიაში. ამასობაში მატარებელის დაიზრა და რას ხედავ ვიღაც მოხუც ქალს თხარ მოყავდა. თანაც ის თხამშიერი აღმოჩნდა. არა სანამ ფოთლებს ჭამდა კიდო ხო? მე ვეღარ მოვიდნენ ფეხი დავჭი წყლის ეკაცო. ლის მოიშარ თხის პატრონი გაგიზდა შენ როგორ უბედავ ჩემ თხას ამდენს შენ ხელა შვილები ყავსო. შეუდგარი მაგას კი ყავს შვილები მაგრამ მე ზღომიდე რომ ყავდე. ჩვენ კიდე ამბობთ ბუნების დაცვა როგორ გეკადრებათ ბატონ ისე ბუნებისაგან რა მოგახსენოთ მაგრამ თუთიყუშისაგან ნამდვილად გვაქვს თავი დასაცავი რაც იუმორს შეეხება იმიტომ რომ გადასარევი იუმორის გზნობა აქვს პაროდირების ნიჭი აქვს და აი
რა შეიძლება შეგემთხვეთ იმ შემთხვევაში თუ კი თქვენ შეიძენთ თუთიყუში ჩემს ცოლს ჩემმა სიდედრმა ჩემ და ჭირად თუთიყუში აჩუკა შაკო ესე იგი მზის ამოსვლას შემაჯავრა დილიდან კაჩენჯა ამლიცეჭაჯა დამაძინე შენი ის არის უნდა ჩამეძინოს რო კაჩენჯა ამლიცეჭაჯა გაჩუმდი შენი სიტყვითები სუპლება Tommargel demokratias ninja. დასტუმრებთ არებს მიშვებოდა სუფრა გაშლილია ქალების სადღეგრძელოა შაკო ზევიძის მე ვამბობ ქალების სადღეგრძელოს ქალბატონო რა თქვენ ახართ უსპეტაკეს თახჩერ ულა მაზეს მახიჭ ამრჯე წარმეჭ ოხ შაკო შენ თუ არ გაყიდო მე ვიყო პენდუქი გავყიდე ის კი გავყიდე მაგრამ მე ჩემი დამემართა და ნერვების სამკურალო წავედი ექსტრასენსთან ნუ ექსტრასენსთან მორჩენით ვერ მორჩევი მაგრამ კაი დროს კი გაატარე შევედი თუ არა და ხო მაისუდგა კიდე შეგიძლია 10 წუთი არის უთქო არა ხო შეგიძლია ერთდროულად მარცხენა ფიქრით ამოისუდგო მარჯვენათი ჩაისუდგო არა ხო შეგიძლია თვალდახუჭულმა გაზეთ წაიგითხო არა ხო $300 დაგიძდება ხო კარგად იყავი ექიმო რა უბედურება რა დრო დადგა რა ფასებია ეს თქვი თუ არა და აი ეს ფრაზა აიტაცა ჩემს გვერდით მჯდომა მოხუცმა ჯუჯყუნა მამაკაცმა რა უბედურება კაცო რა უბედურება რა დრო დადგა კაცო ტელევიზორს ჩართავ ვერ უყურებ გაზეთს გადაშლი ვერ წეიკითხავ თუ წეიკითხავ და იმისთანაც წეიკითხავ მელოდი რო იყო მელოდი თვები მაინც ყალზე დაგიდგება კაცო მე მანიაკებითა სავსე კაცო ეგვეყანა კიროვის პარკში საღამოთი გამოვა ვიღაცა მანიაკი თურმე ფანარით ხელში მიეპარება ახალგაზრდა გოგოებს ჩახტის მიანათებს გეიქცევ არაფერს არ უშვება კაცა რო დეიჭირეს აღმოჩნდა უმუშევარი გინეკოლოგი ეთქობა კვალიფიკაციას იმაღლებ მე ამ გაცხადება მაყო შეგვჭამეს კაცო განცხადებაზეა ვაფართოებ თვალებს სამ წამში ამაინტერესა კაცო დავრეკე მართლა აფართოებ კი თვალებს კი სამ წამში კი რაღის $1000 რაო არა მარტო იუმორ თუ გადაჭრ ფირმა ლომისთან არსებული პაროდიის თეატრი. გამარჯობათ. ესაა გადაცემა რეაქცია. მე ინგა გრიგოლია ვარ და მაქვს ძალიან მძაფრი რეაქცია. მე მინდა თქვენც გქონდეთ თქვენი რეაქცია. გქონდეთ რეაქცია, მით უმეტეს რომ დღევანდელი გადაცემის თემა ძალზე აქტუალურია. მაშასე, რა მდგომარეობაშია ქართული შოუ ბიზნესი? ცოცხალია? მკვდარია თუ ცოცხალმკვდარი? გთხოვთ გამოგვიგზავნოთ SMS-ები, ვისაც ჯერა რომ ცოცხალია მოცალოცი, ვისაც მკვდარი გონია სამძიმრის. ჩემთან ერთად დღევანდელ გადაცემას გაუძღვება ბატონი ლევან ბერძენიშვილი. მოგესალმებით, ქალბატონებო. ალბათ გეცნობთ. მე ვარ ლევან ბერძენიშვილი. ეს დარბაზია. აი ეს კი მისი სექტორი. როგორ მინდოდა ტორტზე ამეხსნა თქვენთვის თუ რას ნიშნავს სიტყვა სექტორი ლათინურად. მაგრამ ეს ტორტი შემომეჭამა ბატონო. თუმცა არა უშავს სხვა დროს აგიხსნით. ერთი წუთით ბატონო ლევან, თუ შეიძლება კონკრეტულად შოუ ბიზნესზე. კეთილი, ახლა რა შეეხება შოუ ბიზნესს? ძველი რომაელები ამბობდნენ, მიეცით ხალხს პური და სანახაობაო. ის კი არ უთქვამთ ბატონო ჯერ სანახაობა და მერე პურიო. აი ძველი ბერძნები კი ამბობდნენ, Vor der Hatz
ენდეხ გნაცო. ანუ სადაც პურია იქ წადიო. ხოდა წავიდნენ ეს ჩვენი ნიჭიერი, მაგრამ უმუშევარი მომღერლები მოსკოვში. აბა ჟირინოვსკის და მიტროფანოვის სიყვარულით კი არ ჩასულან იქ. აგერ ბატონო მოусმინო თუ რა ხალხია წასული საქართველოდან. ქალბატონი ნანი მოსკოვში ჩამოვედი აგერ ბატონო გუბას სველი თბილისი ისევ მიგონებს მისალი ჩამევა დარდი Vedisate borratak chamosuli Itzita ramodeni dadis Daldivat ragamax Soremale vitzonelli Dardis guduragarilli Itzule biti Emigarana tevi Vixenem tadenata millis Tzkanara de gavela kuchashi Cargamino da Akotana Ukalen Edisa Medi თამარ გვერდითელი Valeri Meladze Подари мне первый танец, забери меня с собой. Я повсюду иностранец, и повсюду я вроде бы свой. Словно лодка в океане, затерялся берег мой. Я повсюду иностранец, забери меня, мама, домой. ხუჯაძე მე რა მომღერებს ორი აგური მიჭირავს ხელში ვეღარ საქმერი ვეღარ ბრუნდები ვარგანსაც ხელში თავს რომ ვერულის ჩვენის ქვეყანა რას გვიპატრონებს თურმე რუსეთი twinit კი არა დუმით აზროვნებს ჩიტო მანგალიტო Закрыто, Русети закрыто, vai. Всё. ჩვენი სოსო, პავლიაშვილი. ხალები! Школа შემოვევლები მომენატრება შემი დაწმინდა თბილისი და თბილისელები მალე შენსკენ გამოფრინდები სული ხელას ნეტარებისგან ცეცდომილები სახში ბრუნდები შენი ნახვა ისევ მერისა
ცოცხალი სადაფარი შენი ვარ შენი ვარ შენთვის მღერი ვარ თბილისო ახლა კი პირდაპირი ჩართვა მოსკოვიდან ხაზზეა მამით იურისტი და დედით ალბათ ხვდებით ვინც ვლადიმერ ჟირინოვსკი Какой шоу-бизнес? Не будет у вас никакого шоу-бизнеса без России. Потому что ни стыда, ни совести нету. 200 лет мы вас кормим, блин. А теперь нас выгоняют из Батуми, Ахалкалак, Цхинваль. Это безобразие. Вот возьмем и выгоним ваших артистов из России, и дело с концом. И не будет у вас никакого шоу-бизнеса. И вообще ничего не будет. Ни Хинкаль, ни Сациви, ни Хачапури. Все. Назначено. ბატონო ლევან რა კომენტარს გააკეთებდით ეხლა რა კომენტარი უნდა გავუკეთო ამას ქალბატონო ინგა? ეს კაცი არის ჩამოყალიბებული კლოუნი. კლოუნმა კი ცირკზე უნდა ილაპარაკოს და არა შოუ-ბიზნესზე. კარგით დაუშვა და გამოაძევეს ჩვენი მომღერლები მოსკოვიდან. მერე იქ ვიღას ამღერებენ, ვიღას. ასლანაბაში ძეს. ერთი წუთით ბატონო ლევან სწორედ ბატონი ასლანია ხაზზე ო, კარგად გქონია საქმე. ძმებმა ბერძენიშვილებმა მე რომ არ მიკმინონ ისე ხომ არ შეუძლია მაგრამ ამაზე სხვა დროს თუ როგორი იყო შოუ-ბიზნესი აჭარაში რამდენი და რა დონის კონცერტები ტარდებოდა ეს იცის ხალხმა და ახსოვს მათ შორის სოფლიოში პირველი და უკანასკნელი ბავშვთა ოპერაც დღეს 1000 უბედურებას მაბრალია ასლანმა ბავშვებს ცირკი დაუწოდა დელფინები შეუჭამაო სააკაშვილი ჩემს ზარებს არ პასუხობს ამიტომ დაურეკე შევარდნაძეს და ვკითხე სად არის აქ ლოგიკა მან ძველებურად მიპასუხა სადაც შენ გინდა ესა პოლიტიკა კაცი არ დაჩა ჩემი ერთგული ბასმაჩას გარდა ეს ოხერი პოლიტიკა ბინძურია მართლაც განა ვინც კი ერთხელ ჩიისვარა მერე ვეღარ განიბანა ადრეც იყო არჩევნები ახლა როა ამისთანა ჩემ გარშემო მლიქვნელები გროვდებოდნენ თანდათანა იწყებოდა პირფერობა ასლან შენ ხარ 1000 ლანა ამისთანა იმისთანა მირჩევნი ხარ თელ ქვეყანას მისას რო გინაღდებდნენ კი გარბოდენ განდაგანა მე გამყიდეს ახლა უკვე მიშას გვერდით ზიან განა რითაც ზიან იმ ადგილში უნაშვილი პო ბაბაიდანა იბადება რომ ქართული შოუ-ბიზნესისთვის არასდროს არც ერთი გრანტი არ გამოყოფილა. კიდევ ერთი პირდაპირი ჩართვა ხაზზეა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბატონი ზურაბ ნოყაიდელი. ბატონო ზურაბ, რაშია საქმე? მინდა გითხრათ, რომ ქართულ შოუ-ბიზნესს გრანტები კი არა, ნიჭი ჭირდება, ნიჭი. რა ვერ გაიგო ამ ხალხმა? დიდი მადლობა ბატონო ზურაბ, რომ მიიღეთ ჩვენს გადაცემაში მონაწილეობა, მიუხედავად თქვენი მოუცვლელობისა და დაღლილობისა. ქალბატონო ინგა, მე არც დაღლილი ვარ და არც გადაღლილი. თხოვთ იყოთ კორექტული. მე იგივე შეკითხვით მინდა მივმართო ბატონ კახა ბენდუკიძეს. ბატონო კახა, მოგბრძანდით სტუდიაში. ვერანაირ დაფინანსება შოუ-ბიზნესი ვერ ეგრისება. ვისაც ემღერება ძალიან კარგად მღერის ისედაც. აი მე მაგალითად, როდესაც გავყიდი რომელიმე დიდ სახელმწიფო ობიექტს, მაშინვე სიმღერის ხასიათზე ვდგები, ფული მოდის. ჩავხდები ხოლმე ჩემ დიდ საცურაო აუში და მღერი და მღერი. ფული მჭერი დიდი, შავ ზღვას მარტო მე ვიყიდი. ვეღარ ნახავ ზღვაში ნავებს, ჩავალ მარტო ვიბანავებ. Will you leave it?
ვილი ვერ ვილი ვერ წყალში არ ვიძინები ხო იცი ღიპი მშველის ღიპია ვათა შორის წყალში ბევრი რამ არ იძირება მაგრამ ამაზე ნუ დავკონკრეტები ამას უყურე ვინ არის ესა ვინ არის რა საგავს ესა შენ ჯერ გიყიდი მე გაკიდი გაიგე შენა ამას ეხლა სმენა არ აქვს და მე რომ ღერი შურს შურიანო პაშოლ აი შენს პატრონს ვის არ აქვს სმენა შენ მასწავლი მე შოუ ბიზნესის სიყვარულს შენ როდესაც დარიდურის და ტაშ ტარამტარამს უსმენ მაშინ მე ციხეში ვიჯექი და მძიმე როკს უბერავდი აბა აი ეხლავე გაჩვენებ მე შენ თუ რა არის მძიმე როკი What is it can I am the bow when I leave your heart is new when I leave you on the after day როგორია მძიმე როკი რა ძიმე მოსასმენია ძიმე წავედი სად გარბი ხარ სად აბა ეხლა ესეც მოისმინე Du hast mich Vel zu beste dort scheiden Dreien dafür alle Tage Nein ანდა სად იყო ბატონო ემინემი მე რეპს რომ მივდევდი Attention please This looks like a dapper me So everybody just follow me Cause I get a lot of controversy Cause I feel so empty without me Cause I'm Slim Shady, the I'm a real Shady And the water Slim Shady, just a mind thing And the real Slim Shady, please stand up Please stand up, please stand up დიდი მადლობა ბატონო ლევან მოითმინეთ კაცო მე კიდევ იტალიური მაქვს სამღერო სამწუხაროდ ეხლა ჩვენს გადაცემაში რეკლამის დროა ძალიან კარგი მაშინ ტიკტაკის რეკლამას გავაკეთებ იტალიურად სულ ორადორი გალორია Ok, grazie per l'intervista. Mettila grossa gente, se la como solitore. Tic-tac è un sempre come un piccolo tic-tac, non solito con tanto tempo. Tic-tac non è solo 2 calorie forte, no? Tic-tac, tanta freschezza, solo 2 calorie. Fantastico, signor, molto bene. Grazie, stiamo batono. TikTok-ის მოყვარულმა ნორჩმა მომღერალმა თამთა ჭურჭულაშვილმა მუშაობა დაიწყო თავის მეორე ალბომზე, რადგან პირველი უკვე გააფერა და Nokia სარეკლამო კლიპების კონკურსზე გაიმარჯვა ქუთაისურმა კლიპმა. კადრში ჩანს როგორ ეკავს Nokia-ს მობილურით ერთი ცისფერი. Nokia-თი რეკავს მეორე ცისფერი. Nokia-თი რეკავს მესამე ცისფერი. ისმის დიქტორის ხმა. ხედა ბუჭო! უკანასკნელ პედერასაც კი აქვს Nokia და შენ რა შობი, სიმო? მაგთი მიმართავს კახელებს. ძვირიფასო კახელებო მართალია ყურძნის შესყიდვით ვერ დაგეხმარეთ. სამაგიეროდ ამირიდან მაგთის მობილურით საუბრისას გინებაში თქვენ ფულს აღარ გადაიხდით. იგინეთ რამდენიც გინდათ. ოპოზიციას დაიმახსოვრეთ. 5 წუთი ლაპარაკებ. 7 წუთს თუ 100 წუთს სულ ერთია. უბრალესობა მაინც არ მოგისმენ. ილაპარაკეთ რამდენიც გინდათ. რა ვერ გაიგო ამ ხალხმა. დაიდესიბისიბი. ჩვენ ისევ სტუდიაში ბრუნდებით. მე მინდა ვკითხო ბატონ ლევან ბერძენიშვილს, ბატონო ლევან. რითი ხსნით ქართული ესტრადის აღმავლობა 60-70-იან წლებში? რითი და ადრე მუსიკას კომპოზიტორები წერდნენ, ლექსებს პოეტები. ეხლა ვისაც არ ეზარება, ყველა ავტორია. და გარდა მაგისა, ქონდა შესანიშნავი კინომუსიკა. დღესდღეობით ამას ინდური კინომუსიკა ჩაენაცვლა. ბატონო, Лапхавичи представляет Давид Ростов.
y beso chakra bonzi, filme, you marina, vaya, lumos, აი ხომ ხედავთ ხალხო, აი ამას უკრავენ დაშ. არადა ქართულ კინოფილმებში ადრე სულ სხვა მელოდიები ჟღერდა. რა დრო იყო? რამადლიანა თანათე შენი მზე შენი თვარეო შერადაკის რემლები შენგი შემოგებოლები ჩემო სამშობლო ხარეო შერადაკის რემლები შენგი შემოგებოლები ჩემო სამშობლო ხარეო Shabbalom Hareo Jasiatsuki აი ასე არ ჯობია. არა მე უცხოურის წინამდეგი კი არ ვარ, მაგრამ მიიღოს ბატონო ეს გემოვნებიანი უცხოური. აი თუნდაც ასეთი. Salut, c'est encore moi. Salut, comment tu vas? Le temps m'a paru très long, loin de la maison, j'ai pensé à toi. Baba, 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 baba. Le temps m'a paru très long, loin de la maison, j'ai pensé à toi, à toi. აგერ ჩვენ მამამ უკან თლად გადმოაქართულა უცხოური ჰიტი. ხედა მოდის გოგოს სიტრიფანა თანაც უკარება ფილმის თანა ჩემი თავი მაშინ დამენანა სხვას რომ დაურიმა მე კი არა ჰეი როჩკარა გავიდა მას მე ვეძებ შარა შარა ბაშბობს უცებ დავიდა ისლები და მენანა როჩკარა გავიდა მას მე ვეძებ შარა შარა ბაშბობს უცებ დავიდა ისლები და მენანა მოგონება მზნობა ამიშალა დავდივარ და ვეძებ შარა შარა მეუბნება ყველა შეგეშალა უკარებას დევნა არ ვირსა აი ამ კაცს კი წარდგენა არ ჭირდება. თავარია ცეკვის დროს წვირი არ მოძრეს სცენაზე. Build a spine, continue right, to show your face in broad light. I'm telling you how I feel, gonna hurt your mind, gonna shoot your kid. When you see the sky's the limit, and I mean being true, but my friends I can't miss nothing, just simple I can shoot because I'm bad, you know, you know I'm bad, you know, you know I'm bad, you know, as the whole world has to answer right.
Thank you so much. ეს ყველაფერი ძალიან კარგია, მაგრამ რა ვქნა? მე მაინც უფრო ლირიული სიმღერები მიყვარს. Io son partito poi così d'improvviso che non ho avuto tempo di salutare. È stante breve, ancora più breve, se c'è la luce che trafreggia il tuo cuore. Son diventato se trondo di sera, se parla come le foglie d'aprile, e vibro dentro ad ogni luce sincera, e con ogni voce di canto santine, e più discosa più bella, più densa, esprime con il silenzio sua essenza. There's one for money, three for show, three to get ready. Now go, can go, why don't you step on my blue suede shoe? Yeah, we can do anything but lay off my blue suede shoes. Blue suede shoes, blue suede shoes, yeah. Blue suede shoes, blue suede shoes. We can do anything but lay off my blue suede shoes. Thank you so much. უცხოური ჰიტები უკვე მოვისმინეთ. საინტერესოა რა აზრისაა თანამედროვე ქართულ ესტრადაზე ცნობილი მწერალი ოტია იოსელიანი. უცხოურს აზნებაზე ვიღაცა? მაგრამ ეს ჩვენი ქართული ესტრადაა ნამეტარი უბედურ დღეში, რასა რომ ღირიან გადევირია ეგაცა. ამას წინათ ერთი კვასა ქუთაისელი გოგო გამოაცხადნენ მშვენიერი გვარით. ძოწენიძე. გემეხარდა ეგაცა? ვიფიქრე გვასახელებს, ხალვაში ვითქვა, არ გადაირიო. დაიწყო სიმღერა უსმინე, ვერაფერი ვერ გევიგე. ვიფიქრე ალბათ ყურს დამაკლდა თქვა. 10 ჯერ მაინც მოусმინე, მაგრამ ერთ სიტყვა ვერ გევიგე, ეგაცა. ფირზე შევიწერე, აგერ მაქვს მოტანილი. მოგასმენიებთ, ეგება თქვენ გეიგოთ, რაზე მღერის და ლოცვილი, ეგაცა. რომელი ხარაქარა მაგნიტოფონი. Sheila Manikera, Sole Manikera, Sheila Manikera, Sole Manikera. We are so much better. I need so much better. Hey, 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 we much better. Hey, 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 we much better. დაუკარი ტაში რო გეიგეთ რამე? ვერა, ხო, მაგ შეიძლება უკეთესიც იყოს. ხო, ამას წინათ ბატონო ჩემო ორი ცნობილი მომღერალი გვარებს შეგნებულად არ დავასახელებ, დუეტში მღერო და კაი ლამაზ მელოდიას. მაგრამ ის ამღერში მეოლებნა, ეგაც გაუთავებლად ჩემო შენ და ჩემო შენ. ნახლა ვერა, თლა დალაგებული ქართული ეს. არ დევიზარე, მოვძებნე ტექსტის ავტორი და ვკითხე, შედავლოცვილო რა, ასე იჩემე, ჩემო შენ და ჩემო შენ თქვა. რა მიპასუხა თუ იცი? აბა, შეჩემოს ხوار დავწერდი. ჯოსუნ დაწერდი, ვინ დაგავალა, შეოჯახა შეგებული. დამალები მომეშვი ერთი თუ კაცი დამალები. საინტერესოა რას ფიქრობენ პროფესიონალები. ჩვენ აზრის გამოთქმა ვთხოვეთ ბატონ ჯემალ ბაღაშვილს. ბატონო ჯემალ, მოგესალმებით. გამარჯობა გერაცოლე. უნდა მოგახსენოთ, რომ ქართული შოუ-ბიზნესის სავალალო მდგომარეობა დღეიდან კიდევ უფრო დამძიმდება. დღეს წავიკითხე რეპერი ძვალია ისიც კი უცხოეთში მიდის. ესე იგი რა გამოვიდა? ქართულ ესტრადას ტყავი ხო გაცლილი აქვს, ეხლა ძვალსაც აცლია. ვერ არის კაი ამბავი. რას იზოგენაცვალე ეხლა მოდაშია მომღერალი შადრევლები. ეტყობა მოუწევთ ამ ჩვენ ვარსკვლავებსაც მომღერალ შადრელებად მუშაობა. აი წყალს საიდან გამოუშვებენ, ენ უკვე აღარ ვიცი. დიდი მადლობა ბატონო ჯემალ. კარგად ბრძანდებოდეთ. კარგად ბრძანდებოდეთ, ეს ხერხი. ეხლა კი ისევ რეკლამები და განცხადებები. წითელი, ეთრი, წითელი, ეთრი, წითელი, ეთრი. წითელი? თეთრი? არა, ჭიისფერი.
ტელეკომპანია რუსთავი 2 ესაჭიროება დიქტორის სასიზღარი ხმითა და მურტალის სიფათით ოპოზიციაზე სალაპარაკო. ერევანში ჩატარდა კონკურსი ძუნწი 2006. გამარჯვებულს ფულადი პრემია. ვაფშეც არ გადაეცა. ნაპოვნია 1.5 საფერავი. ვინც დაკარგა? გაუმარჯო! იცოცხლენა გაიხარეში გენაცვალე ჭიგარში. ასურად, ხვალეთილად, იმოვე ადგილად. ლუდის დაკარგე რა. ალე! ვარა გაქვს ღვინის ფული, ვარა გაქვს ვისკის ფული, ვარა გაქვს არყის ფული, ვარა გაქვს კონიაკის, მარტინის ან შამპანურის ფული? მაშინ დალიე ფანტა და იყავი ბამბუჩა. იყავი ბამბუჩა. ახლა კი სასიამოვნო სიურპრიზი. როგორც იქნა ჩვენს გადაცემას ეწვია საქართველოს პრეზიდენტი ბატონი მიხეილ სააკაშვილი. მოგესალმებით ყველას. ქართული შოუ-ბიზნესი მართლაც შავ-დღეში. როგორც ჩანს, ესეც ჩემი გადასარჩენია. მოკლედ, ამ ოჯახში ყველაფერი ჩემი გასაკეთებელია. მაგრამ ყველაფერს მარტო მე ხო ვერ გავაკეთებ. მე სააკაშვილი ვარ, სამჭკუაშვილი კი არა. ამიტომ სასტრაფოდ მჭირდება ორეული. მე საგარეო მიშა ვიქნები, საშინაო. ვივლი საზღვარგარეთ, მოვიზი და ინვესტორებს გავიდან ქართულ ღვინოს. მექნება რამე გამოგიგზავნით. კარგი ბანკეტი გეკნება, ჩამბოლ ვითაბადეთ. მეტი რა გავაკეთოთ? აი, ორეული კი აქაურ ამბებს ვიხედავს. ეხლა ვიავარჩევ. აი ეს. არა, ეს არ გამოგვადგება. აი ეს, არა, არც ეს ძალიან ლეიბორისტული გაუმეტყველება. აი ეს ახალი სახეა, მე მგონი გამოგვადგება. მოდი აგერეცვალე, შედან აგეისახე. ხო, მოდი. ისე ნაბიჯებსაც არ აუშვებს. რა ქვია გერეცვალე? დათო. ეს ახალი კატეგორიულად დაივიწყე. თუ გამოსდებს ჩაბარებ, დღეიდან ნიშიკო იქნები. თანახმა ხარ? გააჩნია, რამდენს გადაიხდია? ეს მომწონს. ჯერ შეგამოწმებ. აბა სერიოზული მიშამაჩვენე, ხო იცი პრეზიდენტი ძალიან სერიოზული უნდა იყოს. სერიოზული მიშა, ეხლა ეგრე პრობლემა. მე მითხე ჩემხას უთხრა, ერთი მარტივი ვირაბრო. ჩვენ ვიქნებით ძალზე თანმიმდევრულები. ვიქნებით? და სულ ახლა მომავალში უამრავ რამეს გავაკეთებთ ქვეყნის საკეთილდღეო. მოკლედ ჩვენ დავიწყეთ გადამწყვეტი ბრძოლა საქართველოსთვის და ამ ბრძოლას მივყვეთ ბოლომდე. ვისაც გვჯერა გაგვატარეთ. არ გაგვატარებენ და ამათი აჯობებს. აბა ჩემო კარგი ხლა მხიარული მიშამაჩვენე. სიმღერით შეიძლება? იყო სიმღერით. რატომაც არა? ამიხდა ხოცნება ხტები სულტანი. ცუდების ჯინაზე გავგულავდი. ნიჭი და უნარი მე არ მაკლია. ამიხდა ოდესმე რაც მინატრია. რაც გინდა ვთხოვე უბალ გაგიჩენ. დღეიდან ავარ ძვაკაცები ჩვენ. ეხლა უცხოედები შევამოწმოთ. ინგლისურზე როგორ ახარ? Fine, like what? ყოჩა. ვაცი ვითავარო. აბა ფრანგულად? Je parle un peu français, mais ils ont parlé trop vite, je comprends bien, très bien. Merci beaucoup. უფრო ვაცი ვითაყოფილა. ძალიან კარგი. ეხლა მოისმინე ინსტრუქტაჟი. დაიბახსოვრე. პრეზიდენტისათვის მთავარია ტრიბუნა, რომელსაც ყველგან თანატარებ. ქუჩაში იქნები, ქუჩაში უნდა გქონდეს, შადრენებს ხსნი, შადრენებთან, ვენახში იქნები, ვენახში უნდა გქონდეს. ვა, იქაცა კაცო? იქაცა. ეს ერთი, ეხლა მეორე. ხალი ნახო მომღერალი იმღეროს არ შეაჩირო. დაელოდე, დაამთავრო სიმღერა და ეცი პირდაპირ ფეხებში. და აი დაზე რა შეიძლება ზე. აი ეს.
ყანაცი უკვე ვისწავლეთ. ეხლა მოდი ჩემი საფირმო სიმღერაც ვისწავლოთ. შენ ხარ მინუსი, რა არ პლუსი. თქვენი ცეზარი იულიუსი. არ გაგვაგონოთ ცუდი ნიუსი, გავხსნათ ახალი ანტანიუსი. სასიამოვნო რამე მითხარი, ცუდი ამბები არ გაგვაგონოთ, პრეზიდენტობის პირველი ვადა, როგორმე უნდა გადავაგოროთ. ვერ გავაჩუმეთ ოპოზიცია, აღარ იციან რა მოგვიგონოთ, მიხედევადო შენ უფრო იცი. მინდა იჭირო ვიკაგორო, შევარდალზე ამოგვივიდა, ჩვენს როში გავცვალეთ, ყველაფერი გამოგვივიდა, ვარდებო გენაცვალეთ, ბაგარია! გავაჭედოთ! ახლა კი დიდი სიამოვნებით მინდა წარმოგიდგინოთ ჯგუფი, რომელმაც სულ მოკლე ხანში უდიდესი პოპულარობა მოიპოვა. ეს გახლავთ ჯგუფი ქუჩის მუსიკოსები გია ბაღაშვილის ხელმძღვანელობით. მთავრობის დეპუტატაკა ამ მთავრობას აძლევს ფიცა ხვალზე სხვა მთავრობას მისცემს როგორც ძველ მთავრობას მისცა ხელი მისგან მიცოცავს ხელი მისგან მიცოცავს სამიანოთ ხირომ მიხოს მეგავით ხოდით კარგია ვიზუნდა საქართველოში 67 პარტია ვარდია უთვალავ სიკრეტეს რომ პირდება როგორც ვიროიჩემ ჩვენი არსებობა მიწდება ასეთი პარტია რაჯინა ჭირდება Elia gogo Elia eramci mezelia Problemები გვაწუხებს ახალი თუ ძველია Problemები გვაწუხებს ახალი თუ ძველია
ეთოხერი რუსეთის სულთნად გადაგვერია ჭკუა სინდის ნამუსი ერთად გამოელია ჭკუა სინდის ნამუსი ერთად გამოელია რუსეთ ჩვენი პროდუქტები არ უნდა ხვაჩხელა და საფერავი არ უნდა ბორჯომი და ნაბეღლავიც არ უნდა წინვალი და აფხაზეთი ხომ უნდა კი უნდა აი უნდა რუსეთის ამბავს ჩვენს ღვინოებზე თბას რა გომნავა ვინც მგარია არხის ძმარი ოდირმა რაიცის ხურმარარი ვინოს რუსეთში აღარ გავიდა მათვე რა გობას აღარ გავიდა Kurvaşvili tankit gaida An gaida sanara Agangala gangala Wenn der Pulli kontes, dibi 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 da. Sidis schaftet Golitska da vihem, ხალხში სახოს გავითქვა. ოცნება გვაქვს ერთი, dibi 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 da. გასტროლებს და ჩვენს ხელოვნებას, სპონსორების ძალით გავითანთ. ჩირიბიბიმ, ჩირიბიბიმ, ჩირიბიბიბიმ. Chili bitty bim, chili bitty bum, chili bitty 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 bum, bum bum bum, chili bitty 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 bum bum, chili bitty 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 bum, chili bitty bum bum bum.
შენ დამრჩი მხოლოდ შენ გულს ტკივა შენი სიშორე მაგჩობ და ვერ მოგიშორე ან რად მინდიხარ რატომ წყური ხარ ასე არ ვიცი რას მერჩი რა დაგიშავე არ ვიცი რას მერჩი რა დაგიშავე Очень жгучие, очень страстные и прекрасные, как люблю я вас, как боюсь я вас. Знать увидел вас.
სათავსო მეგობრებო, ნება მიბოძეთ კიდევ ერთხელ წარმოგიდგინოთ დღევანდელ კონცერტში მონაწილე მსახიობები, ხუჩის მუსიკოსები. გუჯა მარდალეიშვილი, ერაბ სამწურაშვილი, ხვიჩა მაღლაკელიძე, სულიკო ხაღაშვილი, გია დავითიანი, სურათ შევარდნაძე, ფოლკლორული ჯგუფი თეატრალები, ხელმძღვანელი გოგიტა ბუგიანიშვილი. იძინა მახარაძე, აროგიის თეატრი, მერაბ გაგეჭკორი, ვლად არამოვი, მამუკა ონაშვილი, დავით როსტომაშვილი, ესო ბერულაშვილი, მამუკა ლომაშვილი, დათო კობახიძე, ჩვენი ახალგაზრდა მაესტრო გია ბაღაშვილი. და ჩვენი კონცერტების ავტორი, უცვლელი ავტორი და რეჟისორი ბატონი ჯემალ გაგაშვილი. მადლობა დღევანდელი საღამოს წამყვანებს უმშვენიერ ხინა გაგელაშვილს და ბატონ გურამ ჯაშს. დიდი მადლობა თქვენს უიმასო მეგობრებო. მომავალ შეხვედრამდე.